საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე შეიარაღებული დაჯგუფების წინააღმდეგ დევნის ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება და მას უშუალოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. დევნის ოპერაცია, რომელიც წუხელ ღამით დაიწყო, მძევალთა გათავისუფლებას უკავშირდება. თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურთან 5 ახალგაზრდა 26 აგვისტოს დაიკარგა და პოლიციამ მათ კვალს მხოლოდ გუშინ მიაგნო. საზღვართან მობილიზებულმა დივერსიულმა ჯგუფმა ისინი ტყვე დაიყვანა და 3 დღის განმავლობაში კიდევ 3 ჯგუფი დააკავა. ქართველი სამართალდამცავების მიერ ამ დროისთვის ყველა ჯგუფი გათავისუფლებულია. ბუნებაში ვიყავით საქეიფოდ, მეგობრები, უკარო ბრუნდებოდით, მოუყვებოდით მდინარის პირას, შეხვდა რამდენიმე ადამიანი ავტომატით შეიარაღებული წვერებში და გითხრეს, რომ ვიყავით მძევლები და უნდა წავსულიყავით მათთან ერთად. მათთან ყოფნის დროს კაცრად გაგვაფრთხილეს, თუ გაქცევა შევეცდებოდით მოკლავდნენ. იყო 15 ადამიანზე მეტი, ჰქონდათ საკმაოდ ბევრი შეიარაღება. ავტომატები, სხვა იარაღები და ის მუხებს რო ეძახიან. დევნის ოპერაციისას ორმხრივი სროლის დროს ქართულ სამართალდამცავებს წინააღმდეგობას კარგად შეიარაღებული დაჯგუფების 20-მდე წევრი უწევდა. ორმხრივი სროლის დაწყებამდე ქართულმა სამართალდამცავებმა დაჯგუფების წევრებს დანებება შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დევნის ოპერაციისას ლიკვიდირებულია დივერსანტთა ჯგუფის 11 წევრი. სამინისტროს ინფორმაციით, ლაფანყურში მიმდინარე დევნის ოპერაციისას ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა სპეცდანიშნულების 3 თანამშრომელი და დაიჭრა 5. შინაგან საქმეთა სამინისტრომ წუხარებას გამოთქვა და უსამძიმრებს დაღუპულების ოჯახებს. როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველო-რუსეთის საზღვართან დაღესტნის მონაკვეთზე აღმოჩენილი იქნა შეიარაღებული დივერსანტთა შეიარაღებული დაჯგუფება. მათ მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებული იქნა დევნის ოპერაცია. დივერსანტთა მხრიდან აყვანილი იქნა მძევალთა რამოდენიმე ჯგუფი. ამ დროისთვის ყველა მძევალი განთავისუფლებულია უნებლად. სამწუხაროდ სპეცოპერაციის მიმდინარეობის დროს დაიღუპა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 სპეცრაზმის თანამშრომელი, თავდაცვის სამინისტროს 1 თანამშრომელი, სპეცრაზმის ექიმი, ხოლო დაჭრილია 5 თანამშრომელი. დივერსანტთა მხრიდან ლიკვიდირებული იქნა 11 შეიარაღებული დაჯგუფების წევრი. ამჟამად 6 დივერსანტი იმყოფება ალყაში, სპეცოპერაცია გრძელდება მათი დაკავების მიზნით. ბოლოს მინდა დაღუპულთა ოჯახის წევრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით მივუსამძირო. მადლობთ. დევნის ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. სპეციალური დანიშნულების რაზმს ხეობა კვლავ ბლოკირებული აქვს.